მიმაჩნია რომ მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს დამფუძნებელი მამა. ამას ღიად ვიძახი, არ ვერიდები ამაზე საუბარი. ამოვწუროთ თემა, რომელიც ეხება იმ ადამიანებს, ვინც თქვენ წინააღმდეგ ავრცელებენ გარკვეულ ხმებს. დადასტურებული კონკრეტული მაგალითები. როგორც პრინსტონის 2025 წლის ღონისძიებაზე, ისე პრინსტონის 2026 წლის ღონისძიებაზე, ისე სტრასბურგის 2025 წლის ღონისძიებაზე ჩვენ გვქონდა კონკრეტული მოთხოვნა, რომ ექს-პრეზიდენტის ბანერი ყოფილიყო გამორჩეულ ადგილზე, რომ თავისუფლება მიხეილ სააკაშვილის. მე მიმაჩნია, რომ ადამიანები არ არიან უნივერსალური არსებები და არ ველოდები მიხეილ სააკაშვილისგან, რომ ის იქნება გასხივოსნებული ღმერთი და შეცდომებს არ დაუშვებს. და მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის ბევრი ნაბიჯისა, რასაც მე ვისურვებდი, რომ სხვანაირად გადაედგა, მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს დამფუძნებელი მამა. ამას ღიად ვიძახი, არ ვერიდები ამაზე საუბარი. მაშინ რატომ უთხარით მის მომხრეებს უარი მისი პლაკატის თუნდაც სცენაზე ან სცენის ქვეშ განთავსებაზე? კი ბატონო, სააკაშვილის ფაქტორის შემოტანა იქნებოდა პირდაპირ ხელი შემშლელი დამაბრკოლებელი იმ ადამიანებისთვის, ვინც შეიძლება ჩემსნაირად ფიქრობს, რომ არ შეიძლება დღეს ისე იმართებოდეს ქვეყანა, როგორც იმართება, მაგრამ სააკაშვილის არ მჯერა, იმიტომ რომ მის დროს ესე მიქნეს, ისე მიქნეს. და ამ ადამიანს უთხარი, რომ მე რომ ჯეროდეს, რომ სააკაშვილის ბანერის ჩამოკიდებით მას გაანთავისუფლებენ, ვერ დამასწრებ ბანერის დაკიდებას, იმიტომ რომ ჯერა, რომ თავისუფლებაზე ყოფი მიხეილ სააკაშვილი არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ამ პროცესის. საერთოდ არ იმაშვები. მეტიც ჩემს ხელში რომ იყოს ეგ გასაღები, ყველა იმ ადამიანს ვიზეც თანხმდებით, რომ არიან პოლიტიკური პატიმრები, არასწორად დაკავებულები, პირადად გავუხსნიდი, მაგრამ ეს გასაღები მე არ მაქვს, ხო? და იმის გამო რომ ვასიამოვნო ერთ ჯგუფს და დავკიდო ეს ბანერები, დავაზიანებ ღონისძიებას, ხო? ჩემთვის ეგ არის. ეს ღონისძიება ამითაც დააზიანეთო, ზუსტად ამ ადამიანმა საჯაროდ Facebook-ზე დაგიწერათ კომენტარი, ხალხი რომ არ მოვიდა პრინსტონში, ზუსტად ამის შედეგია, რომ თქვენ სააკაშვილს ღიად არ გამოუხატეთ მხარდაჭერა. მაშინ შეიძლება მოვიდეს 4 ნომერი და გითხრას, რომ ნიკ ამელიას პორტრეტი უნდა იყოს, იმიტომ რომ ნიკ ამელია უფრო მაგარი ლიდერია, ნახე მაგისი პოსტები რა უქნა სააკაშვილს. საბოლოო ჯამში იყო მივდივართ რაღაცა მერკანტილურ, შეიძლება ეწყინოთ ეს სიტყვა, მაგრამ აი რაღაცა ის